გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეს ორი დღეა საქართველოში დიდი ამბებია ატეხილი. ამ ბინძურმა რუსულმა რეჟიმმა დაიჭირა დემოკრატიის კაშკაშა ვარსკვლავი, უკნიდან განათლებული ზე პატრიოტი პიროვნება ზურაგირჩი ჯაფარიძე. მოკლედ ამაზე აღშფოთებული და შეშფოთებული არის ბრიტანეთის საელჩო, მთელი ევროპული დიპკორპუსი და რა ვიცი, ამდღარი არის თავიდან ბოლომდე მთელი სანაცეთი, რა ვიცი, ძველი თუ ახალი და მოკლედ ცუდათაა ქართველებო ჩვენი საქმე. ზურაგირჩი ჯაფარიძე სვაბოდაზე თუ არ იქნება, ქართული დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის არსებობა ითქვის ნიშნის ქვეშ დგება ნამდვილად, იმიტომ რომ ამზომის დაყლებული ძალიან დააკლდება ქართულ პოლიტიკას და საერთოდ ეგეთი ადამიანების გარეშე პოლიტიკის გაკეთება როგორ შეიძლება, იმიტომ რომ ამ ადამიანს ისეთი მრავალმხრივი ფანტაზიები აწუხებდა და აზრები აწუხებდა, რომ ჯერ არ შეწუხებულა ასეთი ფანტაზიებით და აზრებით არც ერთი უკნიდან განათლებული, არც ერთი პოლიტიკოსი, მართლა იშვიათი გამონაკლისიო, აი რო იტყვიან სუფთა პიტალო კლდეაო, ნამდვილად ეს ადამიანია. ეს კაცი ხან ჩაიხდიდა, ხან იტყოდა რომ მეო გირჩი მქვიაო, ხან გოჭი მქვიაო, ხან რა ვიცი პირი ჩემიაო და მინდა სიგარეტს მოვწეო და მინდაო სექსუალურ მომსახურეობას ჩავატარებო. მოკლედ გასაბერი ეკლესიები აქვს ნაშენები, წმინდა ისა რა ქვია პატრიარქია, დასილებულების პატრიარქი არის, ხალხო ადეზერტირებდა 60,000 ქართველი ახალგაზრდა გადეზერტირა მის დაკლევებულ ხალხთან ერთად. რა ვიცი ახლა მაგათ ნაგობებს რა ჩამოთვლის. და რაც შეეხება კანონთან მიმართებაში, ისე ქონდა თავზე ბოდიში და გადაჯმული ამ ადამიანს პირდაპირ ეთერში მარიხუანას თესავდა, როცა კანონით იყო აკრძალული ეგ ყველაფერი და თავის ოფისში ბორდელს ხსნიდა სახელწოდებით პიონერს და ეუბნებოდა ხალხს, რომ რას ქვიაო, სექსმუშაკებიო, ხო ამათი ხო ტერმინი ბოზი არ არსებობს და კახპა არ არსებობს, ამიტომ აქვს ასეთი გამოთქმა სექსმუშაკი. და სექსმუშაკებისთვისო ბინების გადაცემაო კანონითო ისჯებაო და აგერო ჩემთან მოდითო გირჩის ოფისშიო და სექსუალურ მომსახურეობასო ვინც გიწევთო ფულსო არ გადავახტევიებო და ჩამოგიდებული ქონდა მათრახები, ნარუჩნიკები, პრეზერვატივებს უფასოდ მივცემ და ოღონდ ხმა მოგვეცით. საქმე მაშინ იყო რომ ბიჭო ამდენ რამეს კაცი აშავებდა, ამდენ რამეს შეურაცხყოფას აყენებდა სარწმუნოებას, მართლმადიდებლურ ეკლესიას, ეროვნულ გზნობებს, სულიერ გზნობებს, პატრიოტიზმის ამბავს. აი, თუნდაც ვიღაცა შეიძლება მართლა აქციით უნდა გააპროტესტოს ოკუპაცია, ისიც კი გააბანძა. ისიც კი გააბანძა, ჩახდილი, რა ვიცი, მიიყვარა იქ მთელი არმია ეს. ეს გირჩელების მთელი არმია და კოლექტიურად ჩაიხადეს. რომ რუსები გაქცეული იყვნენ იქედან, ხო და ქართულ რაც ყველაზე მეტი მტკივნეული იყო, რომ ჯარში მსახურს არქმევდა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, 20 კილომეტრში რუსული ტანკი დგია და ეს დედამოწყნულია 60,000 ახალგაზრდას ადეზერტირებს, ჩადის მომაკვდინებელ ცოდვას, მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან გამომდინარე სული წმინდის გმობას ახდენს, ანუ უარყოფას ახდენს და ყველა ის შმორი, ის დასირებულის გამოკლიავებული, რომელმაც ხელი მოაწერა იმას სხვათა შორის ზოგიერთ როგონიან, აი ყო ძმაო, რწმენაო ხელის მოწერა, კი არა, კარგად წაიგითხეთ იმ ფურცელზე 60,000 დასირებულს გეუბნებით რა ეწერა. ეწერა იმაზე, რომ თქვენ უარს აცხადებთ მართლმადიდებლურ რელიგიაზე ყოფნას და ინათლებით გირჩის მღვდელებად. ეს რო არ მომხდარიყო ჩვენ ქვეყანაში 100,000-მა მოწავემ თავი დადო თავის დროზე. და ქეთევან დედოფალი და აბოთმილელი და თევდორე მღვდელი და რა ვიცი ვინ არ აწამეს იმის გამო რომ სარწმუნოებაზე ვარი არ თქვეს.
და ამათ სამსახურში არ ჩადგენდა. თქვენ ბძია წადეთ და ჯარში რო არ გემსახურათ, ოცლარად იმუნიტეტი იყიდეთ. და ჯაფარას ჩახტილების არმიაში დადექით. მიმიფურთხებია ასეთისთვის, ყველასთვის, ვინც ეს შეგნებულად გააკეთა და ვინც გაიაზრა და მე აღარ გამოინათლა იმ გირჩიდან. ახლა იმასაც კიდე რა უნდა ილაპარაკო და მოკლედ ასეთი დამპალი პარაზიტი თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბებული აგენტი, რომლის ინტერესებშიც იყო ხრწნა, ამყიდველობა ქართველიერის, განადგურება ყველანაირი ეროვნული ცნობიერების, ყოველგვარი მენტალიტეტის, ყოველგვარი აზროვნების. კაცი პირდაპირ ამბობდა, რომ ჩემთვისო ახლაო კაცო, ახლა მაგიდა ეს მეორე შუა ბაყს რო გავს, ახლა გირჩი ორში როა მაგათი ისა ჯანტაბის გვარია ეგრელიშვილი. მოხდაო მერეო კაცო, თუო საქართველოსიო ეთნიკურათო ქართველებიო უმცირესობაში იქნებიანო და ეს ჩემი ოცნებაო პირიქითო. კაციშვილი ამაზე არაფერს არ ამბობდა. ასევე არავინ არაფერს არ ამბობდა იმაზე, როდესაც ეს დასირებული გამოდიოდა და ამბობდა 2012 წელს ჯერ კიდე, რომ ციხეშიო პატიმრებსო რო აწამებდენო. მეო ეს ვიცოდიო. ეს ვიდეო მტკიცებულება ამის. მე ეს ვიცოდიო და ჩემი ყველა მეგი იცოდა. მერე რა მოხდაო? ანუ იცოდა რომ წამება, უბედურება ხდებოდა და ტიპი ამას ღიათ ამბობს, მე ამ დანაშაულს მალავდა წლების მანძილზე. ეს იყო ხელშეუხებელი პერსონა. იმდენი რაღაცა შეიძლებოდა ამ დედარძე მოტყნულის დაჭერა იმდენ რამეზე. თავზეთ მაგრამ აქ იმდენ. მაგრამ არავინ ამას არ ეხებოდა და არავინ არ იჭერდა. რატო არ იჭერდა, იცით? რატო არ იჭერდა? თვითონ გირჩის ფენომენი ეს მოდიოდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, კონკრეტულად ბერას მხრიდან, მისი შვილი კოს მხრიდან. მაგათ ინტერესებში იყო მსგავსი იდიოტიზმების აყვავება საქართველოში, ახლა ვინმე არ დამიწყოს ესა ბლუკუნი რა. მათ შორის მარიხუანის დეკრიმინალიზაცია და კულტივაცია, ბიზნეს ამტკიცებდა პირდაპირ, რომ რა მოხდაო მერეო, აგერო, მარიხუანისო კულტივაციაო უნდა მოვახდინოთო. ესე იქნებაო და ამდენ ფულს ვიშოვით და იმდენ ბიზნა ყველა პროფკას ერგებოდა და მედიოდა დაფინანსებები ეს ხალხი იყო ხელშეუხებელი. რაც შეეხება იმ გულის ამაჩუყებელ სცენას, რომ ის ცოლუკასთან ერთად გამომშვიდობება, კოცნა, პროშნა მოახდინეს იმაში დარბაზში, ის ცოლი ვინა თუ იცით? ცოლი ვინა, მე მაგის თუ იცით? მე არავის ცოლებზე და არავის საყვარლებზე და ამაზე არ ვლაპარაკობ, პირად ცხოვრებას არ ვეხები, მაგრამ როდესაც ჩინოვნიკია ეს სხვა არის. მისი ცოლუკა საგარეო საქმეთა სამინისტროში წლების მანძილზე, მათ შორის ქოცების დროს, ცოლი ქმრის იმაში, რა ქვია, სახელმწიფო სამსახურში იყო, დიპლომატიურ უწყებაში დიდ თანამდებობაზე და ქმარი ოპოზიციაში ედგა თურმე იმას, რა ქვია, ბიძგვინას, აფრენ ოპოზიციაში არ იდგენ. ასე იყვნენ, ამ უბედურებას ატარებდნენ. წლების მანძილზე ეს მისი ცოლუკაც იქ იყო და ასე ქონდა დაწყობილი ბიზნესი. ახლა რა შეეხება ამ პერიოდში უკვე ნამეტანი გადაურბინა ბიზნეს მტრებს შეეკრა, მიდგა საქმეზე და დაიჭირეს იმის გამო, რომ თურმე გირავუ არ გადაუხდი. გირავუ არ გადაიხადა და ეს ყოფილა თურმე გირჩის დანაშაული ამდენი ხალხის გადეზერტირება, ასე სარწმუნოებაზე ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი ახალგაზრდების განარკომანება, გარყვნილება, ბორდელების, ბუნაგების გახსნა, პირდაპირ ეთერში მარიხუანის დათესვა და ასე ეს თურმე არაფერი არ ყოფილა. ეს არაფერი არ ყოფილა. აი ეს ყოფილა, რომ თურმე გირჩმა არ გადაიხადა სანქცია და ამის გამო დაიჭირეს როგორც ოგრუაშვილი. სასაცილო არა ეს ყველაფერი. აი სასაცილო არა და მართლა ის სიმართლე გითხრათ. აი ეს ქვეყანა კი არა, ესა მართლა ბიზნეს ბუნაგი. ბიზნეს ზოოპარკატა ქვეყანაზე. აბა ვინმე მისული იყო და თითი დაეკარებია ვინმეს გირჩელისთვის. თავის დროზე. ახლა მე მიკვირს, მართლა მიკვირს, ძალიან მიკვირს, რომ თბილისში დიდი მიტინგი რა ვიცი, ტარდება, მე მგონი და დიდ აღშფოთებას აქვს ამბავი, მაგრამ მათ შორის გირჩელების უდიდესი წვლილი იყო იმ ყველაფერში, რომ თეთრი ხმაურის მოძრაობები და ბარიგების და ნარკომანების რევოლუცია რო კიდევ მოხდა. აღარ მახსოვს ზუსტად 2019 წელი იყო, მე მგონი 2020 წელი იყო. აია პატარაიები და ესენი
რომ ვენებს იჭრიდან და ყველაფერს გირჩი ხელმძღვანელობდა და გირჩელების თანამებრძოლები ინიშნებოდნენ ბახტაძე იყო მაშინ საგარეო საქმეთა საგარეო კი არა პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილედ ინიშნებოდნენ ახალგაზრდობასთან ურთიერთობის დარგში. და მოსაკეთებდა ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნები. და ახლა თურმე გაიყო მათი გზები. ამიტომ ბიძინა ახლა ძალიან დიდი ქრისტიანი გახდა და ქოცები ძალიან დიდი ქრისტიანები გახდნენ და იმის ბიჭო ამათ რისი გამკეთებელია ქოცი. რისი გამკეთებელია ქოცი. სააკაშვილი ზის ციხეში გაცტუკების გამო. ხო? ელემენტარული რო ვთქვათ. და გელაშვილის ცემის გამო და რაღაც ეგეთების გამო. და ქვეყანაში შემოსვლის გამო. გირჩი არის დაჭერილი იმის გამო, რომ გირჩმა არ გადაიხადა, მეო არ ვცნობ, არ ვაღიარებო და არ გადაიხადა. ოქრუაშვილი ზის ციხეში იმის გამო, რომ ოქრუაშვილმაც არ იმაზე კი არა, რაც ქართული ჯარისკრისა იყო, რაც უბედურება მოუტანა ქართველებს. იმის გამო კი არა. იმის გამო, რომ გირავო არ გადაიხადა. ანუ ეს ხალხი დაკავებულია, ბრალდება რის გამო არის დაკავებული, არასდროს არაა წარდებული. ახლა თურმე ჩვენ უნდა ვიჯდეთ და უნდა უყუროთ ამ კლოუნადას ასე, რომ ვაიმე ღმერთო და აბა ესენი რო არ მობრუნდნენ და ღმერთო დაალოცე ბატონი ბიძინა ხო დაიჭირა მაინც პასუხი ხო აგები. სირცხვილია ხალხო ეს. საქართველო არის აი ბოლომდე ჩასრული აყროლებულ მდგომარეობაში არის. აყროლებულ მდგომარეობაშია და აყროლა ბიძინა ივანიშვილმა და ქოცებმა. მეტი ბრალდება ვერ მოუნახეს. მეტი ბრალდება გირჩს ვერ მოუნახეს. გირჩმა რომელმაც გახსნა, გაათავსირა, გადააგვარა ქვეყანა, დააქცია ქვეყანა. მეტი ბრალდება არ არსებობს. ალბათ ესეც რო არ გადაეხადა, ხო? კაცშვილი არ იყო მაგის დამჭირი. ამდენად არის. იმიტომ რომ სხვას რო ჩახედო ამას არაფერს არ აშავებდი. ახლა რა შეიძლება ამათ ცივილ-კივილს და ამათ ჰაიჰუის საინჩოებს რო აქვს დატეხილი. კიდე ერთი ამბავი. გირჩი იყო და ჯაფარიძე იყო ავანგარდში ფრანკლინის კლუბი. რომელი ფრანკლინის კლუბიც კანოასთან ერთად ეს არის ამერიკულ სერბული ფირმა, რომელიც ფერად რევოლუციებს აწყობს და გამწარებული მოქმედებდა ზურაგირჩი ჯაფარიძე ქვეყნის დამხობასთან დაკავშირებით ხდებოდა რეკრუტირება, დატრენინგება, მათ შორის ამ საქმეზე საქმეები აღძრული სუსში. მაგრამ კაცშვილი არ აპარტყუნებს კურსს. არა, ეს არ გადაიხადა. საინტერესო არის თვითონ მეორე ფაქტი. ფაქტი მეორე იმის შესახებ, რომ გირჩის თანამებრძოლები, იგივე როგორიც არის მამუკა ხაზარაძე, ის მეორე სირი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძის მარჯვენა ხელი თუ ეგია იმის მარჯვენა ხვერი ვერ გეიგებ კაცი. ისა ასევე რა ქვია ბიჭო იმას ინაზე მაგას კაცად სახელი დავისწავ. ის ვამბობდა რა შეტრუსულ გოჭს გავსო. სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი რა. ვაშაძეც იხდის, მაგრამ სული და გულით იმასთანაა, რა ქვია, თურმე გირჩთან ერთად ზის ციხეში და პოლიტიკური პატიმრები ეყოლება, თურმე ახლა მაგათ სახით და ზოგი იქნება გარეთ. არ დაიღალეთ აი ამ ცირკეს ყურებით. აი მართლა გეკითხებით. და ეს ყველაფერი რატოა იცით? ის თავარი ცირკი რაც მიდის, თავარი ცირკი. წულუკიანის კომისიის თამადობით, რომელიც რეალურად არაფერს არ იწიებს და მხოლოდ სერიები მიმდინარეობს, რომ ხალხს გააგებიონ, იმასთან, რა ქვია, თუ რა უბედურებები ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს და მარტო სერიალებად რო აქცეული ეს კომისია, თურმე ეს კომისია უფუნქციო რო არ იყოს, აი ახლა ჯაფარა და ოქრუაშვილი ჩაძენ ციხეში, არა უშავს. ცოტა ხანში გამოუშვები. არანაირი პრობლემა არ იქნება. და ამით ორი კურდღელი იქნება მოკლული. ეს საერთოდ ქოქსების ორტრაკა პოლიტიკას ახასიათებს. ამათ დაჭერას რეალურად არავინ არ აპირებს. ქვეყნის ღალატის და იმიტომ რომ თავარი მოღალატე არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნები.
თავარი მოღალატე. ესა ქოცის ფენომენი. ქოცის ფენომენი არის ყველგან ტრაკის მიმცემი პოლიტიკით. მათ ჭირდებათ ეს კლოუნები, რომ ამათ ფონზე თვითონ რაღაცას წარმოადგენდნენ. აი მაგალითად, ისეთი პოლიტიკის გატარება, როგორი პოლიტიკის გატარებაც ხდება ამ წუთში რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით. თვითონ ერთი მხრით ამბობენ და იზახიან იმას, რომ ჩვენ რუსეთს სანქციებს არ დაუწესებთ, რომ ეს ჩვენ ეკონომიკას დააქცევს აქეთ-იქეთ და აგე რაც თვითონ ჭირდებათ, რაშიც თვითონ არიან ჩართული ბიზნესებში, რომელსაც მსხვილი ბიზნესი, რომელიც ბიზნესდება რუსეთში, რა თქმა უნდა, იმაზე არანაირი სანქცია არ ხდება, მაგრამ აი ავტომობილების ბიზნესი, რომელზეც მაგალითად უბრალო ხალხი არის ჩაბმული ამ ყველაფერში. უბრალო რიგითი ქართველები, რომლებსაც მანქანა შემოყავთ და ყიდიან მე ზოგს რუსეთში, ზოგს იმათ დაუწესეს. და იმათ ახლაც დაუწესეს, აი ახლა რომ ტრაქტორების ნაწილები რაღაცა მძიმე ტექნიკის და ამის და იმის რუსეთში გაყიდვა იგრძელება, იმიტომ რომ მეორე მხრივ თურმე ესენი ევროპულ სანქციებს იცავენ. აი ასეთ დამპა, ასეთ ორტრაკა, ასეთ ატრაკა, ასეთ საკუთარი გადაფურთხებული 9-ჯერ ამლოკი ადამიანების მიმართ. ან რომელ უცხო ქვეყნის თავრობას ექნება, რო იძახით, აი რუსეთს ამათ რუსეთი მოელაპარაკება. ასეთ ატრაკა ხალხს რუსეთი მოელაპარაკება და რამე ჩათვლის. ეს ის ხალხი არ არიან. თავის დროზე რომ შემოთვალა პუტინმა ჩამოდით ველაპარაკეთ და ჩვენო წავალთო შევეკითხებითო დასავლეთშიო თუ მოგცემენო უფლებასო რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ველაპარაკოთო და მერეო ველაპარაკო. ასეთ ხალხთან რუსეთზე რატო ვამბობ? იცი, აი მაგალითად ვამბობ. თავრობა რომელიც ჩვენ არ მოგწოს, ამაში ყველაფერს ეწირება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება, ჩვენი ახალგაზრდობა იქნება, მთელი ეს უბედურება, ეს დევნილები. მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით, ბიჭო, შევარნაძესთან, რომელიც ატრაკა იყო, სააკაშვილთან, რომელიც ხანაკეთ იყო, ხანიკეთ იყო, ხან პუტინის ფასი არავინ ყავდა, ხან ამათთან, ამ ატრაკა ხალხთან უპრინციპო, უსინდისო, ფულზე გამოკიდებული, მხოლოდ და მხოლოდ ფულის ინტერესებით მოაზროვნე ქოსთან. ვინმე მოახდენს რამენაირ მას რა ქვია, ურთიერთობას, რომელსაც ოღონდ ფული მიეცდა, სულ ფეხებზე კიდიათ ყველაფერი და აი ამ ფულის მიცემამ და ფულზე გამოკიდებამ, ამერიკის ბიუჯეტზე ჩამოკიდებამ და ასე შემდეგ რა მოუტანა წლების მანძილზე რა მოუტანა საქართველოს, იცი? აი ამ ატრაკა პოლიტიკამ მოუტანა საქართველოს ის, რომ საქართველოს გადაკიდებული ყავს მტრად სოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა, ყველაზე ბირთვული ქვეყანა. ბირთვული არსენალით ყველაზე დიდი ქვეყანა. ასევე ის ხოა გადაკიდებული. ასევე ახლა ევროპა და ამერიკაც გადაკიდებული ხდებიან საქართველოსთვის. გადაიკიდებიან. რატო გადაიკიდებიან? ცი? თუ ჩემი მონახარ ბოლომდე მონა უნდა იყო და შნირი უნდა იყო და იმათ ქართველებთან და საქართველოსთან პარტნიორული და თანასწორი ურთიერთობები არასდროს არ ქონიათ და არასდროს არ დომიათ. საქართველოს უნდათ ყოველთვის საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ეს იქნებოდა ტრანზიტები, ეს იქნებოდა ავღანეთში ომი, ერაყში ომი, რუსეთთან შეჭიჭკინება, ათასი უბედურებებით, ყველანაირი ხელშეკრულება, რომელიც დადებული არის აბსოლუტურად ყველაფერი წამგებიანია ჩვენი ერისთვის. გადახედეთ, გადმოხედეთ ქართველებს როგორ ექცევიან აქ ევროპაში. როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ, ადამიანად არ აგიკვამენ. იმიტომ რომ შენ არ გაქვს პასპორტი, რომელი პასპორტითაც რამეს წვეთდე. უნდა იყოს სამთვიანზე ჩამოსული სამადლო და უნდა იყოს მონა. თუ სადმე შეძვერი შავი სამუშაოზე და უნდა ლოცო. და მე მონები ბევრია. აგერ დაწყებული საბერძნეთიდან დამთავრებული იტალიამდე ეგერ დაბანეს ტრაკები ამინგეს, რა ქვია, ევროპელებს და ხალხს თავი ის გონია, რა ქვია. შემდგარი ისინი, რა ქვია. დიდი იმის, რა ქვია, ევროპის სრულუფლებიანი მოქალაქეები. და ასე ხდება და ასე მოხდება და არავის ბრალი არა ეს ყველაფერი. ეს გირჩიც. პირდაპირ გეუბნები. გირჩი არის ბიძინა ივანიშვილის შექმნილი პროექტი. ახლა თვითონ კი არ დაწერა ეს კონცეფცია, მაგას მაგხელათვინი არ აქვს, მაგრამ ეს იყო დასავლური სპეცსამსახურების მიერ, ეგრეთ წოდებული ლიბერტალიანური პოლიტიკის გასატარებლად საქართველოში პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების პროექტი, რომელსაც დაუსვა ბეჭედი ბიძინა ივანიშვილმა, ბერა ივანიშვილმა სხვათა შორის და ამ ყველაფერს ასევე
კურირებდა კუბლაშვილი ახდენდა მოლაპარაკებებს და ის ძმები კუბლაშვილები რო იყვნენ ერთი თავარი მოსამართლე რო იყო ყიბულელი მოკვდა ერთი ძაღლმა მიაჯვა საფლავში მთელი უბედურებების შემქმნელი ვინც იყო და ის მეორე ძმა კიდო პალიკო რომელმაც შემოიტანა ეგრეთ წოდებული იურიდიული გარღვევა დასაბუთებული ვარაუდი და გონივრული ეჭვი რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა და მაგათმა რეჟიმმა აავსო ციხეები ახალგაზრდებით ეგენი ლობირებდნენ მაგ პროექტს რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ბიზინა ივანიშვილთან ამათმა გააკეთეს ეს ყველაფერი და ახლა უბრალოდ კონტროლიდან გაიქცათ იმიტომ რომ გირჩი რო იქნები ადამიანი უნდა იყო გათახსირებული და გადაგვარებული არა ადამიანი უნდა იყო ადამიანი როგორ უნდა იყო ზურა ჯაფარიძეს კაცობის ელემენტი რა გააჩნია მამრობით ის კაცი კაცი რო იმას იტყვიდა რომ ისე მოიქცევი და ეკითხებიან ბიჭო პიდარასების ქორწინებასო უჭერ ხარსო უჭერ აბა რა შვებიო სიცრუის დეტექტორში იყო თუ სადღაც შენი აზრო ღმერთი არსებობს ღმერთი გზამთრ ღმერთი არა ის არსებობს ახლა ასეთი ადამიანი რო იქნები და ასეთი ადამიანის მომხრე რო იქნები შენ როგორ იქნები კაცი ან როგორ იქნები ქალი თუ სადმე სამარგინალეთი იყო ყველა იქ შეიკრიბა და ყველა ასე გააბინძურა და გაჩათლახა ახლა რაც შეეხება თვითონ ჯაფარიძის ამბავს გირჩი მე თავისუფლება ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შენი ადგილი იქნება საქათმეში ან კაზლიადნიკში იქნება ან საქათმეში ორიდან ერთ-ერთში მე უფრო მგონია საქათმეში იმიტომ რომ შენ ყველა კარგად გიცნობს ვინ ახარ და რა ხარ კარგად გიცნობს მაგრამ შენი ადგილი არის ქათმებში ხო და იმედია იქ შენი ფანტაზიების რეალიზებას მოახდენ პირი შენია და გინდა სიგარეტს მოწევ და გინდა ქათმებთან ერთად იქნები იქ აღარ გავაგრძელებ იმ სიყვარულობას რომელიც შენ პიდარასტებს LGBT დროში აბა კაცები შენ გიგუებენ ვაჟკაცებთან რო შეუშვათ ახლა ეს გამოსილებული სვირბის დაამტვრევენ მოგლავენ ამ დედამოწყურს კარგად იცის ციხის ადმინისტრაციამ ამიტომ ამათ გაუშვებენ ქათმებში ხო და იქ შეძლებ მე არ ვარ ის ადამიანი რომ ადამიანის დაჭერა მიხარობდეს რა ზოგადად ციხისთვის ყველა ცოდვაო და ადამიანის დაჭერა არ მიხარია მაგრამ აი ესეთი ელემენტები თუ არ იქნება მოცილებული ქართულ საზოგადოებასთან თუ არ იქნება თავისი ადგილი მიჩენილი აქ ცალკე უნდა კონდეთ ადგილი მიჩენილი და არ უჩენენ მაგრამ აი იქ საქათმეში და თუ არ მიუჯენენ ამ ქათმებს გვერდით გვარამია ქათამს ბოკერია ქათამს ისა გაბუნია ქათამს და ამ საქათმეს თუ არ გაავსებენ აი ესეთ შემთხვევაში ესენი აგვარებენ და გადააგვარეს ქვეყანა კიდეც რა ამდენი ხანი აი ეს ასიმართლე კი ბატონო ჯაფარიძეც ეს როგორც ამბობენ კიდე ეს გვარი გადაკეთებული აქვს სინამდვილეში ამბობენ რომ ოსური გვარის არის მის წარმომავლობას რატომ ალავს უამრავი ვაჟკაცი ოსი არის უამრავი მეგობარი მყავს და ძალიან კარგი ხალხი არიან მაგრამ ადამიანი რომელიც საკუთარ ეროვნებას და არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ადამიანი იქნება საკუთარ ეროვნებას უღალატებს და გვარს გადაიკეთებს მერე ახლა ის ყველასთან მის წარმომავლობას რო ადამიანი ღალატობს იგი მე ყველაფერს ღალატობს აი ამაში არის შემოკარგებო საქმე და ვისურვებდი აი დიდი სურვილი მექნებოდა რომ დანარჩენებმაც არ გადაიხადოთ ეს იქ შეიკრათ ერთად ციხეში აიყო თქვენ გაიხალხო ნელსონ მანდელა 30 წელიწადი იჯდა ვაცლავ ჰაველი იჯდა ციხეში პოლიტიკოსები იყვნენ მერე გამოვიდნენ ზოგი პრეზიდენტები გახდა და ზოგმა ამდენამეს მიაღწია და ახლა სტალინის კიდე ამდენი ხანი იჯდა ციხეში და მეტი გამოცდილებას შეიძენთ იქედან გამოხვალთ და საქათმიდან იქიდანაც გამეიტან თქვენს რაღაც გამოცდილებას და მე სხვანაირად შეხედავ ცხოვრებას ხო ნუ ასეთი აზრი მაქვს მე ასეთი იდეა მაქვს მთელი ეს ჩვენი პოლიტიკოსები ყველა არის საქათმეში შესაყრელი რა აი ქათმებმა თავისას უნდა მიხედონ მოკლედ ეს დღეებია გზაში ვარ ვერ შემოგეხმიანეთ ისე როგორც იყო საჭირო და
აი ამბები ხდება რაღაცეები და შემოგეხმიანებით, მე იქნება რაღაცა სასიკეთო ცვლილებები იყოს, არა იმიტომ რომ ჩვენი მთავრობა რაღაცას ემაშვება. აი არსებობს რაღაცები, გარე ფაქტორები, რამაც შეიძლება სასიკეთო გავლენა მოახდინოს ამ ყველაფერს. ხო, ბაია, ასე არის, ჩემო კარგო ადამიანო, არ პიროვნულად ვისი ნათესავია, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ქართულ პოლიტიკაში გვარ გადაკეთებული არაქართველების პოლიტიკური ლიდერობა, როგორც იყო მაგალითად სააკაშვილი და ყველა მიცის, რომ სააკოვი იყო, ეგერა მამამისი ცოცხალია. როგორც იყო ჟვანია, რომელიც ასევე არ იყო ქართველი, სომეხი იყო ისიც. აი ეს ნიანგივით წვირი რო აქვს იმას სალომე სამადაშვილი გავიალს რო გავს რა, ისიც სომეხია, ხათუნა გოგორიშვილი სომეხია. აი ეს კიდევ მოსული წარმოშობისაა და გვარია გადაკეთებული. არიან ასეთები ძალიან ბევრია. აი მაგალითად ის თარგამა თუ რა გვარია პარამიძე როა. ის საერთოდ პრიბალტიკელია, ისიც ნაშვილებია და გვარი აქვს მერე მიცემული და აი ესეთი გვარ გადაკეთებული არაქართველებით გავსებულია ქართული პოლიტიკა და ყველას უკავია მაღალი თანამდებობები და მე ზოგიერთ უკვირს რომ არაქართველები ქართულ საქმეს არ აკეთებენ. ესა ხო პორნო პოლიტიკოსი კი ძმა საქართველოში და იქ ჯაფარ იქ დაიძახე სიყვარული არის სიყვარული ლოვე ის ლოვე მიდი აი ოხრად გეყოლება იქ არის ხათმები და ირიშენია და რასაც გინდა იმას იზა სირცხვილია რომ ასეთ ადამიანს საქართველოს პოლიტიკოსი ქვია და პოლიტიკური პარტია აქვს და მხარდამჭერები ყავს ამაზე წუხს არა მარტო საქართველოს ამაზე წუხს მთელი ბრიტანეთის მთელი ევროკავშირის და მთელი უბნიდან საგანმანათლებულ ხალხთა ერთობა აი ესა კი ბატონო ხაზარაძე სომეხია ასევე არავინ ქართველი იქ არა და ქართველს რო გიყურებენ უბრალოდ გენეტიკურად რო ხარ ქართველი ისე ზიზღება რა ვიცი მე ივანიშვილსაც არა აქვს ქართველობის ელფერი ნახდათ არანაირი არც მისი ეთნოფსიქიკით არც მისი აზროვნებით არც მისი ჰაბიტუსით და არა თუს მართლეგინ და გასწი ეს ებრაული ვაჭრული დამოკიდებულება საკუთარი ერის მიმართ. იბატო. აი დაგემშვიდობებით, აბა. ჯაფარ რა შეეხება? აი ებრაელების წევლაა რა, ის აგიხდა რა. დრო გადიოდეს და გიხაროდესო იქ იჯექი. საქართველოში კაცობას ვერ ისწავლი, მაგრამ რაღაცას მაინც ისწავლი რა. ოთხკედელს თავისი აურა აქვს და თავისი ეფექტია. აი ისე იცხოვრე ბოზსაც რო უყვარდე რა და ენანებოდი. ისე შენი მაცხოვრებელი და ჯერ შენი დედა შევეცი და მე შენი მონტირალი ვინც იქნება და ვისაც გული წყდება რომ ვაიმე და რა კაცი და ყველას მოგიტყანთ გამძლელი თქვენი წილი კაბიანები განსაკუთრებით უგულავას